გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 14 მაისია და თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. ჩვენი გუნდი დღეს მოგიყვებათ ახალ ევროპულ სანქციებზე, ჰანტავირუსის საფრთხეზე და არა მხოლოდ. TVიმედი, რუსთავი და პოზიტივი დასალურ შეზღუდვებში მოხვდნენ. ბრიტანული სანქციების შემდეგ იმედი ევროპარლამენტმაც დაასანქცირა. დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდის გავრცელება. ესაა ბრიტანული სანქციების დასაბუთება. რაც შეეხება ევროკავშირს, იმედს 1 წლით აკრედიტაცია შეუჩერდა. ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავად TVიმედმა გაავრცელა. თემაზე ცოტა ხანში ევროპარლამენტარ ქშიშტოფ ბრეიზას ინტერვიუ შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოლდოვას გადაწყვეტილების შესახებ. კიშინევმა მედი ექსპერტების შეფასებით ქართულ ოცნებასთან აფილირებულ სამივე არხს, იმედი, რუსთავი და პოზიტივი, ქვეყანაში შესვლა აუგზალა. ჩვენი გუნდი ცდილობს მოლდოვას საგარეო უწყებაში მიიღოს მეტი დეტალი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ. ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას. მან საქართველოს პარლამენტში მედიისთვის სააკრედიტაციო სისტემის გამკაცრება დაანონსა და ევროპარლამენტის მხრიდან იმედის დასანქცირება მორიგ ჯერზე გამოიყენა დასავლეთზე თავდასხმისთვის. ბრიუსელი უფრთხის მართალსიტყვას. მილიონობით იხარჯებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს პაპუაშვილის სიტყვებია. ამ ბრალდებების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ VT საქართველოს ნიუსზე დაიწყო საუბარი და თქვა, რომ პლატფორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტვის დააფუძნა. ეს სიკორსკი არის, რომელსაც სულ რამდენიმე ხნის წინ დააფუძნა პროპაგანდისტული არხი VOTTAK რაღაც ესე რო ქვია, VOTTAK საქართველოს თუ ასე შემდეგ. VOTTAK-ი დააფუძნა სიკორსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის. პირდაპირ პროპაგანდისტული იარაღი არის საქართველოს წინააღმდეგ. ქართულ ხალხს ებრძვის პირდაპირ. თუკი ევროპარლამენტში ეს არის წესი და ევროპული წესი ეს ყოფილა, თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ და მეორე ჩვენთან პირველ ჯერზე არის 1 თვე, მეორე ჯერზე არის 6 თვემდე 6 თვით აკრედიტაციის შეჩერება და ევროპარლამენტში პირველივე ჯერზე 1 წლიანი შეჩერება არის. ამიტომ ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს ბრალსდებს, რომ იმედს უსაფუძვლოდ შეუჩერა აკრედიტაცია, თუმცა როგორც ირკვევა, შეზღუდვებამდე ბრიტანული სანქციების მიხედვით რუსული პროპაგანდის გამავრცელებელმა იმედმა და არა მხოლოდ მათ გამაფრთხილებელი წერილი მიიღეს. ევროსკოპმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც პლატფორმას წყარო მიაწოდა. წერილი 22 აპრილით თარიღდება, დაეგზავნა იმედს, რუსთავიორს და პოზიტივის, ის გამაფრთხილებელია და მასში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლება სათანადო პატივი უნდა სცენ ევროპარლამენტში მყოფი ყველა პირის ღირსებას და პირად ცხოვრებას. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ გვიერთდება ევროპარლამენტარი ქშიშტოფ ბრეიზა. გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენს კითხვებს უპასუხებთ. რა იყო ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ იმედისთვის ჟურნალისტური წვდომა აღარ უნდა დარჩენილიყო და კონკრეტულად რომელი ნორმის საფუძველზე აუგზალა ევროპარლამენტმა იმედს საქმიანობა და რას ნიშნავს ეს აკრძალვა პრაქტიკაში? პირველი შემთხვევა მარტის პლენარული სესიის დროს მოხდა, როდესაც ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მისი თანხმობის გარეშე გადაიღეს და აგრესიულ ზეწოლას დაუქვემდებარეს. მეორე ინციდენტი მაისის დასაწყისში მოხდა, როდესაც ტელეკომპანიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარის კაბინეტში ძალით შევიდა, ხოლო მესამე შემთხვევაში გადაღება ფანჯრიდან განხორციელდა. კიდევ ერთი დარღვევის შემდეგ მედია საშუალებამ ოფიციალური გაფრთხილება მიიღო. სწორედ ეს დარღვევები გახდა სამართლებრივი საფუძველი ევროპარლამენტის ქცევის კოდექსისა და მედიის წვდომის წესების დარღვევის შესახებ. შედეგად იმედს ევროპარლამენტში შესვლა 1 წლის ვადით აეკრძალა. თუმცა ეს საქმე მხოლოდ პროცედურული დარღვევებით არ შემოიფარგლება. თვეების განმავლობაში იმედი აწარმოებდა კამპანიას საქართველოში პროევროპული ხმების წინააღმდეგ, მათ შორის ჩემს წინააღმდეგაც და სისტემატურად ავრცელებდა სრულ და მანიპულაციურ ნარატივებს, რომლებიც მიმართული იყო ევროკავშირის, დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი დემოკრატიული საქართველოსის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი ოფისი ამ საქმეზე 5 თვის განმავლობაში მუშაობ. მე მუდმივ კონტაქტში ვიყავი ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტელევიზია და მასთან დაკავშირებული მედია არ ფუნქციონირებს როგორც სანდო და დამოუკიდებელი მედია. ეს ტელევიზია მოქმედებს როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელიც შეესაბამება რუსეთის რეჟიმის ბნელ პოლიტიკას და სულ უფრო მეტად იმეორებს რუსულ დეზინფორმაციას.
არსებობს თუ არა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გაასაჩირონ ეს გადაწყვეტილება, აღედგინონ აკრედიტაცია და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს და მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერებს ანტიევროპულ ნარატივს, თითქოს ევროკავშირი მხოლოდ მისთვის მისაღებ მედიას აძლევს მუშაობის უფლებას. როგორც ნებისმიერი ინსტიტუციური გადაწყვეტილების ქვეშ მოქცეულ სუბიექტს, ამ ტელეკომპანიასაც აქვს გასაჩივრების უფლება. თუმცა ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მხარდამჭერი მტკიცებულებები ძლიერი და კარგად დასაბუთებულია. ისინი ეფუძნება კანონის განმეორებით დარღვევებს. რაც შეეხება ქართული ოცნების ანტიევროპულ ნარატივებს და მასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტულ მედიას. ისინი დიდ რესურსებს ხარჯავენ ევროკავშირის და საქართველოში ევროპული ხმების წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროდ ეს კამპანია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ევროპარლამენტი მსგავს ნაბიჯებს არც დაუფიქრებლად და არც თვითნებურად არ დგავს. ჩვენ მოქმედებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მორალური პრინციპების და დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის მკაფიო და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საქმე არ ეხება კრიტიკული მედიის გაჩუმებას. საქმე ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვას, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიებისა და ჟურნალისტური წვდომის ბოროტად გამოყენებისგან. დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ პროპაგანდისტული სტრუქტურები, რომლებიც ავტორიტარული ძალების ინტერესებში მოქმედებენ, ამას აღარ წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დემოკრატიული მედიის და ჟურნალისტების თავს, რომლებიც დღეს ციხეში არიან. ბრიტანეთის სანქციებში პირდაპირ წერია, რომ არხი ავრცელებდა რუსეთისთვის იგულისხმება იმედი სასარგებლო დეზინფორმაციას. რამდენად სერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტი ასეთ შეფასებებს და იქონია თუ არა ბრიტანულმა სანქციებმა გავლენა. ხომ არ არის ეს სიგნალი სხვა მედიებისთვისაც, რომ ევროკავშირი დეზინფორმაციას უკვე მხოლოდ სიტყვებით აღარ უპასუხებს? ევროპარლამენტი ძალიან სერიოზულად ეკიდება გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებებს და შეფასებებს. ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის სანქციები პირდაპირ კრძალავდა რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას და მიუთითებდა რუსეთის ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ, განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს. ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ ანგარიშში ჩემს შესწორებებში განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნე, რომ ევროკავშირმა ყურადღებით უნდა გაითვალისწინოს დიდი ბრიტანეთის ქმედებები იმ მედია საშუალებების მიმართ, რომლებიც რუსულ ნარატივს ავრცელებენ, განსაკუთრებით ისეთ კანდიდატ ქვეყნებში, როგორიც საქართველო. ზოგი ამბობს, რომ ეს მედიის თავისუფლების შეზღუდვაა. თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ მაინც და მაინც ეს გადაწყვეტილება სწორედ დემოკრატიის დაცვას ემსახურება? დემოკრატია ეფუძნება თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას, რომელიც სიმართლეს ემსახურება. ის, რასაც დღეს ვხედავთ საქართველოს პრორუსული სამთავრობო მედიისგან, როგორიც TV მედია, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ეს არ არის. ეს არის პროპაგანდის მოდელი. გამოიყენება ის მეთოდები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი და რომელსაც დღესაც იყენებს კრემლის საინფორმაციო მანქანა. ევროპარლამენტს აქვს ვალდებულება დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები манипуляციისგან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროპა უცხო ქვეყნების ჰიბრიდული საფრთხეების და გავლენის ოპერაციების წინაშე დგას. სიცრუის გავრცელება არანაირად არ წარმოადგენს დემოკრატიულ თავისუფლებას. ეს დემოკრატიის განადგურების მცდელობაა. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველ ხალხს, მათ ევროპულ მისწრაფებებს და მათი მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიის, გამჭვირვალობის, პატიოსნების და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის მხარეს და არა რუსული ავტორიტარიზმის და საბჭოთა ტიპის დაშინების მეთოდების მხარეს. მადლობა, მაყურებელს შევახსენებთ, თუ საქართველოს ნიუსის კითხვებს ევროპარლამენტარი ქრისტოფ ბრეიზა პასუხობდა. აქვე გეტყვით, რომ ინტერვიუს სრულად ნახვის საშუალება ვოტე საქართველოს ნიუსის Facebook გვერდზე შეგეძლებათ. ახლა კი დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბები. საკრუიზო ლაინერზე ჰანტავირუსის გამოვლენის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების ჯანდაცვის სფეროში კოორდინაციას აძლიერებენ. ბრიუსელში რეაგირების პროტოკოლებს და ინფორმაციის გაცვლის საკითხებს არეგულირებენ. მას შემდეგ, რაც ინფექციის აფეთქება ოფიციალურად დადასტურდა და გადაწყდა, რომ გემი ესპანეთის პორტში შევიდოდა, ესპანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა, რომელიც წევრ ქვეყნებს ერთმანეთის დახმარების მიღებაში ეხმარება. რამდენად სახიფათოა ვირუსი, რა საშიშროებებს ხედავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩვენს სიუჟეტში. ხომალდი MV ჰინდიუსი ნიდერლანდებისკენ მიემგზავრება. ბორტზე ახლა ქვეყნის 27 მოქალაქეა დარჩენილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკონტროლებს. მათ ჩასვლამდე ნიდერლანდების ქალაქ ნაიმეგენის ავადმყოფოში კარანტინში რჩება 12 მედიკოსი, რომლებსაც ჰანტავირუსით ინფიცირებული პაციენტის სისხლთან და შარდთან კაცრი პროტოკოლების დაცვის გარეშე ჰქონდათ შეხება. კარანტინში ისინი 6 კვირას დარჩებიან. საფრთხის მიუხედავად გადამდებთ დაავადებათა ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირების ისევე როგორც ვირუსის პანდემიად ქცევის რისკი დაბალია.
I rather think that people might მგონია, რომ ადამიანები რისკს გადაჭარბებულად აფასებენ. ვნახე შედარებები COVID-თან და ვარაუდები თითქოს ეს ახალი პანდემია იყოს. სინამდვილეში ჰანტავირუსი COVID-ის მსგავსად მარტივად არ გადადის. ინფიცირებისთვის საჭიროა პაციენტთან ხანგრძლივი და ინტენსიური კონტაქტი. ამ ეტაპზე მოქმედი ზომები კი საშუალებას გვაძლევს გავრცელება შევზღუდოთ და ეს მასშტაბურ აფეთქებად არ გადაიქცეს. ევროპელი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ახლა ორ მთავარ საკითხზე მუშაობენ: როგორ დაიფიცირდნენ მგზავრები და რამდენად გადამდები და მძიმე შეიძლება იყოს ვირუსი. ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს ჰანტავირუსის ცნობილი შტამებისგან განსხვავებულად ქცევის ნიშნები. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ინფიცირებული ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ერთ შემთხვევას. ექსპერტები ახალ კვლევებს ორი ძირითადი მიმართულებით ატარებენ. პირველი, როგორ და სად დაინფიცირდნენ მგზავრები. საჭიროა მეტი ვიცოდეთ ამ ვირუსის გადაცემის გზებსა და გავრცელების თავისებურებებზე. და მეორე, მეტი უნდა გავიგოთ თავად ვირუსზე, მის გადამდებლობაზე და სიმძიმეზე. ამ ეტაპზე ჰანტავირუსის შემთხვევების მართვის წესები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება და დამოკიდებულია სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობებზე, საცხოვრებელ ადგილზე, კარანტინის პირობებსა და საჭირო დახმარების ხელმისაწვდომობაზე. მაგალითად, საკრუიზო ხომალდის ესპანელი მგზავრები მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, ხოლო ნიდერლანდებისა და ბელგიის მოქალაქეები თვითიზოლაციაში საკუთარ სახლებში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები 42 დღის განმავლობაში სახლში ან სპეციალურ დაწესებულებაში მკაცრ სამედიცინო მეთვალყურეობას ითვალისწინებს. ანდესის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი შესაძლოა 6 კვირამდე გაგრძელდეს. ამიტომ არ არის გამორიცხული კიდევ მეტი შემთხვევა გამოვლინდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიოზული შემთხვევაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკს აფასებს როგორც დაბალი. ოფიციალური მონაცემებით, ხომალდზე ვირუსის გავრცელების შემდეგ ინფიცირებულია 11, გარდაცვლილი 3 ადამიანი. წყარო სავარაუდოდ ნიდერლანდელი წყვილი იყო, რომლებიც ხომალდზე ასვლამდე არგენტინაში, ჩილესა და ურუგვაიში ფრინველების დასაკვირვებელ ტურში იმყოფებოდნენ და იმ ადგილებს სტუმრობდნენ, სადაც ანდესის შტამის გადამტანი ვირთხების სახეობა ბინადრობს. ჰანტავირუსის გავრცელების საფრთხეზე და ამ მხრივ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სასაუბროდ ვარშავის სტუდიაში თბილისიდან გვერდება ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. გამარჯობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ. რა ვითარება ჰანტავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოში? საქართველოში ჰანტავირუსის გავრცელება არ გვაქვს საბედნიეროდ. რეალურად ეს ის ვირუსია, რომელიც კონკრეტულად ენდემური რომელიმე ქვეყნისთვის განსაკუთრებულად არ არის და ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გავრცელდეს, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, თუმცა ამჟამად ამასთან დაკავშირებული რისკები არ არის, ვინაიდან იმ კრუიზზე, რომლის გამოც ახლა მთელი მსოფლიო შეშფოთებული ადევნებს თვალყურს ჰანტავირუსის გავრცელების არეალებს, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მადლობა. ის ცნობები, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის, რისი თქმის საშუალებას იძლევა, რამდენად დიდია ახლა ახალი პანდემიის საფრთხე ზოგადად? პანდემიაზე ალბათ არ არის ამჟამად ლაპარაკი, რისკები არ გვაქვს საბედნიეროდ და ჰანტავირუსიც არ არის ახალი ვირუსი, მუტაციური ვირუსი, ის ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ ამჟამად ეს განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია იმან, რომ ამ კრუიზზე მოხვდა ათეულობით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში და რადგანაც ჰანტავირუსის ინკუბაციური პერიოდი დიდია, 6 კვირამდეა, ამიტომ ყველა ის ქვეყანა, სადაც ეს ადამიანები დაბრუნდნენ კრუიზიდან, ამ გზავრებს ყურადღებით აკვირდება, რომ არ მოხდეს მათგან გადაცემა სხვა ადამიანებზე. თანაც უცნაური დამთხოვა ის იყო, რომ ჰანტავირუსების დიდი ჯგუფი არსებობს და ერთადერთი ქვეტიპია, რომელსაც შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეს. და ეს ქვეტიპი გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, კონკრეტულად არგენტინაში. და ამ კრუიზმა სწორედ არგენტინიდან დაიწყო მსვლელობა და ამიტომ მოხვდა ამ კრუიზზე ის ქვეტიპი, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის, თორემ ჩვეულებრივ ჰანტავირუსი მღრღნელებით გადამდები ინფექციაა და რადგანაც ადამიანებზე გადაცემის შემთხვევები ერთმანეთზე გადაცემის იყო, როგორც თქვი, ყველა ის დაბრუნებული მგზავრი თავის სამშობლოში განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ არის. გასაგებია, იმედია საქართველოში არ მოვა, თუმცა მაინც მცირე რეკომენდაციები როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ.
ზოგადად მღრღნელებით გადამდები ინფექციებზე როგორც არსებობს რეკომენდაცია, ასე უნდა მოვიქცეთ, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ეს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მღრღნელებთან ბრძოლა და ინდივიდების მხრიდანაც უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ თქვათ სახლში, საკვეპროდუქტებზე, კარადებში მღრღნელები არ გვყავდეს, იმიტომ რომ მღრღნელების ბიოლოგიური სითხეები, ფეკალიები, შარდი შეიძლება იყოს საშიში ჰანტავირუსის და არა მარტო ჰანტავირუსის, სხვათა შორის ბევრი ინფექცია გადააქვთ მღრღნელებს. და ბოლოს მინდა დიუშონის სინდრომის მქონე ბავშვების და აი ამ წამალზე კითხოთ. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის მარეგულირებელმა 4-ვე წამალზე, ასე ვთქვათ, დადებითი რეკომენდაცია გაცა, ევროკავშირმა 2-ზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? ზოგადად რომ გავაკეთო კომენტარი, ნებისმიერ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობის უფლება. და განსაკუთრებით ამ ბავშვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სიტუაცია გულსაკლავია, რასაც ქვია, ადამიანები ითხოვენ ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივებას და ბავშვებისთვის ეტლის გამოყენების გადავადებას. გასაგებია, რომ საქართველოს ის ქვეყანაა, რომ შეიძლება ვთქვათ ამ ხარჯების გაღება რთული იყოს, მაგრამ ცდილობაც კი არ ჩანს, მაქსიმალურად უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მინიმუმ უნდა ვხედავდეთ სურვილს, ცდილობას, მზაობას და ბევრი სხვადასხვა მოლაპარაკება შეიძლება სხვადასხვა კომპანიებთან და ამ საკითხის დაძვრა მინიმუმ და თუნდაც ნორმალური კომუნიკაცია ამ მშობლებთან. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ჩვენს კითხვებს უპასუხეთ. სწორედ დუშენის სინდრომის შესახებ გავაგზავნებთ საუბარს 200-მდე ექიმი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდაჭერ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ექიმები ამბობენ, რომ იშვიათი და პროგრესირებადი დაავადებების მართვას დროული დიაგნოსტიკა, მეთვალყურეობა და შესაბამის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა სჭირდება. მათი შეფასებით, საქართველოში პაციენტები და მათი ოჯახები ხშირად სისტემური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან და აუცილებელი მედიკამენტებისთვის ქუჩაში ბრძოლა უწევთ. დუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 20 აპრილიდან ყოველ დღე იკრიბებიან. პროტესტი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. მშობლები სახელმწიფოსგან 4 ძირითადი პრეპარატის შემოტანას ითხოვენ. საქართველოს ხელისუფლება მედიკამენტების შემოტანაზე უარს არასაკმარისი კლინიკური გამოცდილებითა და უსაფრთხოების რისკებით ხსნის. პირველ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა მოგვისმინა, შემოვიდავით რომ ჩვენ მდგომარეობაში და მიგვითხრა რომ განიხილავ და მოიძებდა ინფორმაციას და დაგვიკვირდა თანადგომას და გვერდშედგომას და ყველანაირ დახმარებას. მაგრამ გავიდა რამდენიმე ხანი და მის მერე შეწყვიტა ურთიერთობა, კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოდით. იმის მერე 9 შეხვედრა გავაკეთეთ სარჯოლაძესთან და ყოველთვის იყო პასუხი, რომ ეს სწავლები არის ძვირი, ეს ბავშვები მაინც ვერ განიკურნებიან ბოლომდე. უნდა ითქვას, რომ პირველად მშობლები ჯანდაცვის მინისტრს 2 წლის წინ შეხვდნენ და მას შემდეგ ეს პრობლემა მოუგვარებელია. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა, რომ მირჩევთ უტე საქართველო ნიუს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.